ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები ქედის სათემო რადიო, ქედის ხმის მსმენელებს. მე გახლავართ მადონა ფალავანიშვილი, ამ გადაცემის წამყვანი. დღეს ვიმყოფები ქედელობაზე. მივულოცავ ამ დღესასწაულს მთლიანად ქედას და ზოგადად ადამიანებს. დღეს საინტერესო გადაცემას შემოგთავაზებთ. გაგაცნობთ მეწარმეებს, ქალებს, აქამდე არსებულ ჩვენს გადაცემაში მონაწილეებს და ზოგადად გაგაცნობთ ქედის და ქედელობის ისტორიასაც. გაგველოდეთ ძალიან საინტერესო გადაცემა. მოგესალმებით ვიფასებო, სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებს, გისურვებთ წარმატებას და მრავალი ქედელობის დღესასწაული მოგველოცოს თქვენთან ერთად. მე ვარ ვაჟა ფარტენაძე, ქედის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი. ამდენად პატივი მხდა მივიღო მონაწილეობა თქვენს რადიოში და რამოდენიმე სიტყვით გაგაცნოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან იწყებს სახალხო დღესასწაული ქედელობა საფუძვლებს, სათავეებს და რა პირობებში და რა ძალისხმევით ტარდებოდა ის. რაც შეეხება პირველ ღონისძიებას, რომელსაც დღეს ჩვენ ქედელობას ვეძახით, ჩატარდა 1975 წლის 2 ნოემბერს შრომის ზეიმის სახელწოდებით. და აი სწორედ ეს მხოლოდ შრომის ზეიმის სახელი და კონცერტით არ შემოიფარგლებოდა, იმ დროისათვის დიდი ყურადღება ექცეოდა კოლმეურნეობაში დასაქმებულ გლეხებსა თუ მუშებს. სწორედ ამ ღონისძიებაზე შრომის ზეიმზე ხდებოდა წარჩინებული მშრომელების დაჯილდოება. იქ იყო მოწინავე მევენახე, მოწინავე მეთამბაქოე, მოწინავე მწველავი და ასე შემდეგ. ასევე საჩუქრები და წითელი დროშის გამარჯვებულს გადაეცემოდა წითელი დროშა. ასევე იყო ორდენები სხვადასხვა ფორმისა და სახეობისა. როგორც ვთქვით, 75 წლიდან მოყოლებული 83 წლის ჩათვლით ყველა წელიწად ტარდებოდა ქედაში სახალხო დღესასწაული შრომის ზეიმი. ხოლო 1984 წლიდან უკვე სახალხო დღესასწაულმა შრომის ზეიმმა დაკარგა თავისი სახელი და უკვე იგი გაიგივდა 7 ნოემბრის დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციისადმი მიძღვნილ პარადის ერთად. ანუ მაშინ ასე მოიხსენიებოდა პარადი, სადაც მწყობრი ნაბიჯით ყველა კოლმეურნეობა, ყველა სკოლა, ყველა დაწესებულება ჩამოივლიდა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე და ესალმებოდა და ულოცავდნენ ამ დღესასწაულს. უკვე 90-იან წლებამდე ეს ღონისძიებაც ასე თუ ისე მეტნაკლები დატვირთვით ტარდებოდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი საშვილნოემბრო პარადის ერთად. მაგრამ 1990-იანი წლებიდან კვლავ ინტერესი გამოიჩინა ქედის ხელისუფლებამ, რომ ეს ღონისძიება დაბრუნებულიყო და მას დაერქვა შემოდგომა ქედაში. რამოდენიმე წელი ტარდებოდა ეს დღესასწაულები, მიუხედავად იმისა, ისეთი გრანდიოზული ფორმით ვერა, როგორც თავიდან დაიწყო, მაგრამ მაინც ქედელ ხალხს რომ არ დავიწყებოდა ეს ღონისძიება, მოდიოდა და პატივს სცემდნენ გაწეულ შრომას და აფასებდნენ მას. მაგრამ უკვე ბოლო წლებში უკვე ჩამოყალიბებული ფორმით, ასე ვთქვათ, ქედის კონსტიტუციის მუხტში ჩადებული დატვირთვით ყოველ წელიწად ტარდება ქედელობა და მართლაც დღევანდელი ქედელობა კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ყველას, წარმატება გისურვოთ და ვხედავთ, რომ აუარებელი ხალხია მოსული ყველა სოფლიდან, თითქმის ყველა ოჯახის წარმოადგენელი მოდის, რომ ქედელობის დღესასწაულს დაესწროს და მიიღოს იქ მონაწილეობა. მადლობა ყურადღებისათვის. მივესალმები ქედიდან, ქედის სათემო რადიოს მსმენელებს. მე ვარ სიური დავითაძე. წარმოგიდგენთ ჩემ ხელნაკეთ ნივთებს. სიური, დამუშავებაც გადავუღებ ახალს.
მოგესალმებით, მე ვარ ირმა დიასამიძე, მუშაობ ქედის სათემო განათლების ცენტრში ტრენერად. წარმოვადგენთ კურსის ფარგლებში ხელნაკეთ ნივთებს. დილოცა დღევანდელ დღეს წარმატებებს ვისურვებთ. მოგესალმებით, ქედის სათემო რადიო. მე უკვე თქვენს წინაშე ვარ ნამყოფი, მე ვარ თინათი დევაძე, ანსამბლი იარგუნდის წევრი. გესალმებით ქედის რაიონიდან. გილოცავთ ყველა ქედელს, ქედელობას, ჩემს ქედას, ჩემს ულამაზეს ქედას. შემოდგომა და ყველა 4-ვე სეზონი არის ყველაზე ლამაზი ქედაში და შემოდგომის ყველაზე ლამაზ დეისზე გილოცავთ ჩემს ქედელებს. მოგესალმებით, მე გახლავართ ანჟელა ბერიძე, ინკლუზიური განათლების ცენტრის კოორდინატორი. დღეს ქედელობაზე ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთობლივ ნამუშევრებს. გამარჯობათ, მოგესალმებით, ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, ქედელობას, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს. მე ვარ დონარია კვაზბა, წარმოვადგენ ქედის სათემო განათლების ცენტრს, ვარ ტრენერი და გვაქვს წარმოდგენილი ჯვარედინი, ნაქარგი, სურათები.
მოგესალმებით, მე ვარ ინგა ბალაძე, გილოცავთ ქედელობას, დღეს სახალხო დღესასწაულია ქედაში და სწორედ ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ჩემი ნამუშევრები. როგორც იცის, ჩემმა მაყურებელმა მე ვარ დაინტერესებული ხელნაკეთი აქსესუარებით და დღეს სწორედ ჩემი სივრცე არის აქ მოწყობილი ქედელობაზე. წარმოგიდგენთ როგორც ხელნაკეთს უმნელოვანს ანთლებს, ასევე სხვადასხვა აქსესუარებს, ქალის ჩანთებია თუ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს ძირითადად. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ყველას გელოდებით ხის განმავლობაში ქედის ბედოხალოში სახელობის პარკში. მე ვარ თეონა მანველიძე, 36 წლის, ცხოვრობ ქედაში, მუშაობ საბაუთრო ბაღში და პარალელურად ვარ თვითნასწავლი მხატვარი.
Danke.